ცილინდრი. ერთი პარალელი სიტყვა მეორე. და გატარებულია ურთიერთპარალელური წრფეები. ერთ-ერთი სიტყვაში არის წრე მოთავსებული. ეს წრე და ურთიერთპარალელური წრფეები არის გატარებული. ეს ასეთ ფიგურას ეწოდება წრიული ცილინდრი. ავაგოთ ახლა და დაწოლებით გამართოთ სხვა ელემენტებიც. ესე იგი, ვხაზავთ აქ. ესე, არ გამოვიდა. წრე არის სიტყვაზე ასე აღენიშნება და არა ის პირდაპირ. თუ გვინდა კარგი ავაგოთ სიტყვაზე ასე უნდა აღნიშნოთ. ყველა წერტილთან უშვეთ პარალელურებს, მაგრამ ჩვენ მარტო აქეთ დავუშვით პარალელი წრფეების მონაკვეთებს. ესეც გავატაროთ. აგერ A, B, C, D. ეს არის ეს ფიგურა, რაც ვახსენეთ. ახლა ეს აი აქედან ზუსტად წრე არ აჩვენს. ახლა ზუსტად წრე რო დავყვაზოთ. ასე. ესე იგი სხეულს შექმნის ორ პარალელურ სიტყვას შორის მოთავსებული ყველა იმ ურთიერთპარალელური წრფის მონაკვეთებისაგან, რომლებიც ერთ-ერთ სიტყვაში მდებარე მოცემულ წრეს კვეთს, წრიული ცილინდრი ეწოდება. აი ამ პარალელურ მონაკვეთებს, რომელიც ერთ-ერთი ბოლო ამ წრის შესაბამის წრეზე მდებარეობს, დაბლაც მეორე წრე, მეორეც ის A, B, C, D და ასე შემდეგ. ნებისმიერი წერტილი წრეწირის ეს ეწოდება ცილინდრის მსახველი. ცილინდრის ზედაპირი ეს ორი წრე და გარშემო წერილობა. აგერ ზედაპირი, ეს ერთი წრე, ეს მეორე და ეს ზედაპირი რაც არის. ეს ყველაფერი. ცილინდრის ზედაპირი ეწოდება. ცილინდრს ეწოდება მართი, თუ მისი მსახველი ფუძის სიბრტყის პერპენდიკულარულია. აი ეს მსახველი აი ამ სიბრტყის პერპენდიკულარულია. აი ეს წრფე მაგალითად სიბრტყის პერპენდიკულარულია. ნიშნავს, რომ წრფე აი ამ სიბრტყეში ნებისმიერი წრფის პერპენდიკულარულია. ესე იგი, მართი ცილინდრი ნიშნავს, რომ აი ეს აქედან ფუძეზე დაშვებული არის მართობი. აი ეს მართობი, აი ამ ყველა კუთხეს, აი აქ რომელიც აი ამ წერტილზე გადის და ყველა კუთხე რომლის ერთი გვერდია მდებარეობს ამ წრის სიბრტყეში და ეს მართობულია. ყველა წრფე რომ ავიღოთ, რომელიც ამ წერტილზე გადის და სიბრტყეში მდებარეობს, 90 გრადუსიან კუთხეს ადგენს. ესე იგი, მართი ცილინდრში აი ეს კუთხეები არის 90 გრადუსიანი და A, B, C, D არის მართკუთხედი. ცილინდრის რადიუსი არის ფუძის რადიუსი. წრეწირია, ხო? წრეწირის ცენტრი შევაერთოთ ნებისმიერ წერტილთან. ეს რადიუსია OK. OD-ც რადიუსია. ახლა ნახაზე ჩანს, რომ OD OK-ზე მეტია, მაგრამ არა. ყველა რადიუსი ტოლია აი ცენტრს.
თუ შევაერთებთ წრის წრეწირებთან. ეს არის რადიუსი. ცილინდრის ფუძეებს შორის მანძილს ცილინდრის სიმაღლე ეწოდება. აი, აქედან რომ დავუშვათ ნებისმიერი მართობი ფუძის სიბრტყეზე, ან ამ წერტილიდან მართობი, ნებისმიერი მართობი. აქედან ნებისმიერი მართობი. O პირველი, ან O პირველი, ეს ფუძეების მართობულია. ამას ცილინდრის სიმაღლე ეწოდება. ამ შემთხვევაში მართით ცილინდრის შემთხვევაში ესეც სიმაღლეა ეს მსახურელი და ეს სიმაღლის ტოლია. ტოლია სიბრტყეებს შორის მანძილი, ცილინდრის ფუძის სიბრტყეებს შორის მანძილი. და ცილინდრის ღერძი ეწოდება ფუძის ცენტრებს შორის ცენტრებზე გამავალ წრფეს. ეს ზედა ცენტრი, ქვედა ცენტრი და ღერძი, ამ ღერძის გარშემო არის ცილინდრი. ბრუნვა წარმოვიდგენთ ხოლმე. სიბრტყეს თუ ცილინდრის ღერძზე გავატარებთ და აი ეს ღერძზე გაიარა, აი ასე სიბრტყე, აი ამ ღერძზე რო გავატაროთ, აი ასე, ღერძული კვეთა ეწოდება. ღერძული კვეთა მაინც და მაინც A, B, C, D-ს ამბობენ. არა, აი წარმოიდგინეთ, აი ახლა ასე კი არ გავატაროთ მარტო როგორც ნახაზია. აი ასე ნებისმიერი ორი წერტილიზე ცენტრზე გაიაროს სიმაღლის ფუძეზე, მერე ასე. ნებისმიერი ღერძული კვეთა რომ ავიღოთ. გავატაროთ იმ სიბრტყე რომელიც აი ამ სიმაღლეზე გაივლის და ამ ორ წერტილზე და პარალელური აი ეს აქედან დავუშვათ პარალელურები. ეს ღერძული კვეთა არის. ეხლა ავიღოთ სიბრტყე რომელიც აი ამ ღერძული კვეთის ABCD სიბრტყე მართობულად არის გატარებული. აი აქ. აი ამ სიბრტყეს ცილინდრის მხების სიბრტყე ეწოდება. ეს აი ამ ცილინდრს და აი ამ სიბრტყეს, ეს თქვა სიბრტყე სრული ერთი საერთო წრფი აქვს, ღერძული კვეთა. ეს მართობულია ეს. ანუ ეს წრფე ღერძული კვეთის აი ეს მონაკვეთი მართობულია ამ სიბრტყეს. მხების სიბრტყე. წრეწირის მხებიც გახსოვთ. ესე იგი, შეხების წერტილში აი აქ ერთ წერტილში ეხება აი ეს და შეხების წერტილში გავლებული რადიუსის მართობულია. ეს არის წერტილის მხები და ერთ წრფეზე ეხება მხების სიბრტყე.